გამარჯობა, მე ვარ თაკო ბასილია, თქვენ უყურებთ Wellness Podcast-ს. დღეს ჩემი სტუმარია თიკა ქოქაშვილი, ფენშუის სპეციალისტი. გამარჯობა თიკა. გამარჯობა. ძალიან მიხარია რომ ესტუმრე. მეც მიხარია. ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს. დიახ. და ძალიან დიდი ხანია მინდა რომ ფენშუის შესახებ გავაკეთოთ პოდკასტი და გელოდებოდი, როდის ჩამოხვიდოდი საქართველოში. თიკა, მოდი გითხარი, ვინც არ ვიცით, მაყურებელმა, რა არის ფენშუი? მარტივად რო ავხსნათ, ფენშუი არის ენერგიებთან სიახლოვე. ჩვენი ცხოვრება ბუნებასთან, რომელსაც მოწყვეტილი ვართ და ზუსტად ეს გარემოსთან ბალანსში. ხუთი ელემენტის დაყრდნობილთ, რომელიც სასიცოცხლო არის ადამიანისთვის, ამას ვიყენებთ. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენი გარემო და ეხლა უკვე არის ბიზნესიც იყოს ბალანსში და ჩვენც ვიყოთ ბალანსში. ამის გარდა შემიძლია დავამატო, რომ არის უძველესი სწავლება, ეს არ არის ახალი გამოგონილი, დაახლოებით 5000 წლის წინანდელი ტრაქტატებიდან არის ეს ყველაფერი და ეძახიან, რომ ფენშუი არის მეცნიერება, რადგან არის ზუსტი მათემატიკური გამოთვლებით. მე როგორც ვიცი, ჩინეთში ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა, ხო? ყველგან ოჯახში, ბიზნესში ყველა იყენებს ამ პრაქტიკას. სხვათა შორის ესე ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ ჩინეთში საკამაოდ ხელმიუწვდომელი არის და ძვირი არის ფენშუის მომსახურება, მაგრამ ძალიან პოპულარული არის და მარტო ჩინეთში არა. სინგაპური, მალაიზია, სადაც მე ვსწავლობდი და სხვათა შორის იაპონიაში ძალიან ბევრი რაღაცა არის ამის მიხედვით. ეხლა ახლანდელი რაც არის, რაც შენდება დუბაიში, აბუ-დაბიში, თუნდაც ავიღოთ დოჰა, არის ზუსტად ამ ბალანსში მოწყობილი, იმიტომ რომ აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს წყლის ენერგიას, იქ ცეცხლის ენერგიას, იქ სადღაცას მთის ენერგიას და ამის ბალანსს არ არღვევენ იქიდან გამომდინარე, რომ ეს ასევე სიუხვის ენერგია არის და მუდმივი მოძრავი ენერგია რომ გქონდეთ. მოდი მაგალითები მოვიყვანოთ, ჩვენი საცხოვრებელი სახლიდან დავიწყოთ, რომ მაყურებლისთვის უფრო ესეთი ნათლად აღსაქმელი იყოს, რაზე ვსაუბრობთ. მაგალითად, მე როგორც ვიცი, ესე იგი საცხოვრებელი ბინა, მაგალითად საძინებელს რაღაც თავისი ფერები აქვს, კონკრეტული. ისიც ვიცი, რომ ვთქვათ, თუ გინდა რომ, ვთქვათ, პარტნიორი არ ყავს და თუ გინდა რომ ყავდეს, როგორ უნდა მოიქცე და ასე შემდეგ. საცხოვრებელი ჩვენი სივრციდან გამომდინარე, ხო არ ვისაუბროთ ფენშუიზე და მაგალითები მოვიყვანოთ. ძალიან საინტერესო იქნება, იმიტომ რომ არის აქ რამდენიმე სახეობის ფენშუი, ესე ვთქვათ. არის ზოგადი, რომელსაც ყველა ითვალისწინებს და იქ არის ისეთი ინფორმაცია, რომელიც ყველას გამოადგება. არის პერსონალურიც. ხო. რომელიც შენზე არის მორგებული, ის ფერებიდან დაწყებული, სექტორებით დამთავრებული. დავიწყოთ ახლა ზოგადით, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ პერსონალური არის მაინც პერსონალური. და რა ჭირდება პერსონალურს, როგორ უნდა ყველა შემთხვევაში პერსონალური არის გამოთვლებით. აი, ჩვენი დაბადების მონაცემები, სახლის მონაცემები და სახლში უკვე ვიღებთ ჩვენ ესეთი სპეციალური კომპასი გვაქვს, ლოპანი ქვია, რომელზეც არის ძალიან მე მგონი ნანახი. კი, მე ნანახი. ეს ძალიან ბევრი ინფორმაცია არის ზედ განთავსებული და სრული სიზუსტით ვიგებთ კონკრეტულ წერტილს და იმ წერტილიდან ვიწყებთ ათვლას. შეგვიძლია ყველაფერი მოძებნოთ ამ ლოპანის მიხედვით ერთ პატარა ფარტში. და აი ეს ინდივიდუალური არის, როდესაც სპეციალისტი მოდის, შემოდის შენს გარემოში, ნახულობს, იხედება ფანჯრებში, ვთქვათ, რა ხდება, ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ლანდშაფტი, სად ვდგავართ. მე ძალიან ხშირად ასევე Google-ს ვიყენებ და მისი რუქით ვაკვირდები მისამართს. ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ მისახლო-მახლო შეიძლება ვერ დავინახოთ რაღაცეები, მაგრამ ზემოდან დავინახოთ რა ხდება. რომ ის გავითვალისწინოთ შემდეგ როცა სახლს ვაკეთებ. რა საინტერესო. და უკვე სახლში რო შევდივართ, უკვე სახლში შესულები უკვე იქ ვალაგებთ ამ სიტუაციებს და ვანაწილებთ. ოღონდ ეს ხდება პერსონალურად. ზოგადიც არის კომპასზე დამოკიდებული, რადგან კომპასს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა მიმართულებებს. ხშირად ვიძახი, რომ ქართველებსაც გქონდა და ეხლაც გვაქვს ფენშუის პრინციპები. ეს ხომ რელიგიამდე ცოდნა იყო და ადამიანს რომ საკუთარი თავი გადაერჩინა, ეცხოვრა, სწორადგილას, მოსავალი ქონოდა, მაშინ სხვა მოთხოვნები ქონდათ ადამიანებს, იყენებდნენ ამ პრინციპებს მზის ამოსვლის
წერტილიდან იწყებოდა. და დღემდე არის ეს, რომ თქვათ ჩვენ თუნდაც სალოცავ ადგილს საკურთხეველს ადუკეთებთ, ან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ძალიან ბევრი დეტალი არის და ეს უფრო შემორჩენილი არის მაღალმთიან სოფლებში ძირითადად. დიახ. და ესე ვაკეთებთ მოკლედ, როდესაც კომპასს ვიყენებთ ჩვენ საცხოვრებელ ფართში, ჩვენივე კომპასი შეგვიძლია გამოვიყენოთ. თუ ნამდვილი კომპასის ხმარება ვიცით, ძალიან კარგი არის. თორემ ტელეფონით შეგვიძლია. ცდომილებას გვაძლევს ტელეფონი, რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც დაახლოებით ვიგებთ. და უკვე ვყოფთ ამას სექტორებად. სად რა შეიძლება გადავანაწილოთ და როგორ. და ამის მიხედვით უკვე ჩვენი ნახაზი გვჭირდება, აუცილებლად კარგი არის, თუ არა და ვხაზავთ ამასაც ვაკეთებთ. ფაქტობრივად ძალიან ბევრი რაღაცა შეიძლება გაკეთდეს. აი, რას გულისხმობ ამ კომპასს და ვთქვათ ამ ხარეებს სიტყვაზე. მე რაღაც მახსოვს, რომ ვენერას კუთხე იყო და ჭირდებოდა განსაკუთრებულად, ვთქვათ, აი ყვავილების დადება ამ კუთხეში. აი რომ მოვუყვეთ მაყურებელს, რომ ვთქვათ, აი რა ხდება. სად უნდა იყოს, ვთქვათ, რო გძინავს, ყველაზე ძალიან ეს მაინტერესებდა მეც, სად უნდა იყოს ჩვენი თავი განთავსებული ძილის დროს, აი რომელ მხარეს? ცოტა თავისთევა, ცოტა რთული არის ამასაც ავხსნი, მაგრამ ნახეთ, ყველა სექტორი რაღაცაზეა პასუხისმგებელი. დავიწყოთ სამხრეთით, რომელიც არის დიდება რეპუტაცია, ანუ ჩვენ როგორები ვჩანვართ. აქ თავისი ელემენტი არის და თავისი ენერგია ცხოვრობს. მაგალითად, ცეცხლოვანი ცხენი, რომელიც დაიწყო არის სამხრეთიდან წამოსული ენერგია. ყველა ასევე ასტროლოგიურ ნიშანსაც თავისი განლაგება აქვს. თუ ვისაუბრებთ იმაზე, რომ სიყვარული ბედნიერება და ასევე ქალისთვის წარმატების მომტანი იყოს, ესეთი სექტორი არის სამხრეთ-დასავლეთი. სამხრეთ-დასავლეთ სექტორი არის, მაგალითად, თუ ეს სექტორი აკლია სახლს, ან ამ სექტორში რამე პრობლემატური ადგილი გვაქვს. აკლია რას ნიშნავს? არის სახლების, რომელსაც მოჭრილი აქვს კუთხეები, ისეთი ფორმა აქვს, ანუ ყველა არ არის მართკუთხედი. გასაგებია. და არის ძალიან ბევრი სახლები, რომ რაღაც და თუ აკლია, ამ შემთხვევაში რა ხდება? აი, როდესაც აკლია, ძალიან ხშირად პრობლემები გვხვდება ხოლმე აქ თაკო. მაგალითად, ქალები ვერ მიდიან წინ, ვერ ვითარდებიან. პროფესიულად წარმატება. პროფესიულადაც და სახლში ძალიან ხშირად არის ისე, რომ სახლშიც უბრალოდ რაღაცა არ უფასდებათ. ანუ თვლიან ყოველთვის, რაც შეხება მქონია, რომ რაღაცა დაუფასებელი ვარ, მხოლოდ ვაკეთებ ამას და არავინ არ მცემს პატივს. და ეს დეტალები, როდესაც მოწმდება, ყველაზე ის არის საინტერესო, რომ რა პრობლემაც არის, ზუსტად ამ სექტორში გვაქვს ხოლმე პრობლემა. ანუ ემთხვევა. ძალიან ემთხვევა. არის იქ მამაკაცის სექტორი, ქალის სექტორი, დედის და მამის, ესე ვთქვათ. ბავშვების სექტორებიც კი გაყოფილი არის. უფროსი ვაჟიშვილი, უმცროსი ვაჟიშვილი და ესე არის უკვე წასული. ოღონდ ბავშვების შემთხვევაში არის კიდე სხვანაირი აქტივატორები. და მარტო ეს ოჯახის წევრებზე ხო არ არის ეს მოცული. აქ არის უკვე ჩვენ სიბრძნე განვითარება გვაქვს, ჯანმრთელობა გვაქვს, გვაქვს ენერგია ფინანსური კეთილდღეობები. რა თქმა უნდა, ეს მთლიანობაში არის ბაგუა, რომელიც არის ყველაზე ცნობილი რამ და ეს ბაგუა არის თავისი ტიგრამებით გადაშლილი ყვავილივით და ზუსტად ესე არის ჩვენი სახლით. ანუ გარემო ყოველ კუთხეს აქვს თავისი ენერგია და დანიშნულება და თავისი ფერები, რომელიც ჩვენ ვახსენეთ, რომ ამ ფერებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აი, ავიღოთ სამხრეთ-აღმოსავლეთი, სიმდიდრის სექტორი. ეს არის ზოგადი ფენშუი და საერთოდ ძალიან კარგი. თუ ეს სექტორი გვაკლია, ყოველთვის გვექნება ფინანსებში პრობლემა. ანუ შეიძლება იყოს შემოსავალი, მაგრამ იმხელა შემოსავალი არა, რაზეც პრეტენზია გვაქვს. მაგრამ სამხრეთ-აღმოსავლეთი არის ხის სტიქია. აქ ანუ ხე ცხოვრობს. აქ ჩვენ ცეცხლის სტიქიას ვერ შევიტანთ. ჩვენ თუ აქ ფერებს გავუშვებთ, რომელიც არის მეტალის, რომელიც ხეს ჭრის და ცეცხლს, რომელიც წვავს, არასოდეს არ იქნება წარმატებული სექტორი. ანუ ერთმანეთს თუ ეწინააღმდეგება ეს ენერგიები, ხო? ენერგიები. და მწვანე ფერი არის ამისთვის ყველაზე ისეთი ყვავილებს ძალიან ანუ დამაბალანსებელი. და ყვავილებს ძალიან უყვართ ეს სექტორი და რომცა მეუბნებიან, რომ აი სახლში ყვავილებს ვერ ვახარებ, ვეუბნები. აღმოსავლეთი ან სამხრეთ-აღმოსავლეთით სადეთ. ანუ არასწორ ადგილას დგდებენ. არასწორ ადგილას და აი ენერგიებს ხოთა შორის ცხოველები და მცენარეები ყველაზე ძალიან კარგად გრძნობენ. სხვათა შორის ამ ენერგიებს საკვებიც გრძნობს ხილი. არის ადგილები ჩვენ სახლში, სადაც დავდებთ და შეიძლება მეორე დღეს სრულიად გაფუჭებული იყოს და
იყოს ადგილი, სადაც დავდებ და არაფერი არ მოსდის. ნუ ეხლა არ გულისხმობ აქ მაცი ხო, ვარ. მესმის, გაფუჭებული თუ იქნება, ესე იგი იქ რაღაც ისეთი ენერგია არის, სადაც ვერ არასწორი ენერგია არის, დიახ. და თან რა არის? ყოველ წელს ეს ენერგიები იცვლება. ვარსკვლავებს ვეძახით, ეს არის დიდი დათვის თანავარსკვლავედიდან დათვლილი და აქედან არის ყველა ვარსკვლავს აქვს თავისი დანიშნულება. მაგალითად, წელს სამხრეთ-აღმოსავლეთის სიმდიდრის სექტორი კიდევ უფრო აყვავებული არის, იმიტომ რომ ცეცხლოვანი ცხენის წელია? არა, ცეცხლოვანი ცხენისა და შემოდის სამხრეთი, იქ უფრო ცუდი სიტუაცია გვაქვს. მართლა? უი, რა უცნაურია. და ამ ენერგიებსაც ვაკონტროლებთ. საერთოდ ფენშუისტებს და ვინც მოყვარული არის ამ ყველაფერს ისე ადევნებს ხოლმე თვალყურს და ითვალისწინებს, იმიტომ რომ აქ ელემენტებს ვითვალისწინებთ. სამხრეთ-დასავლეთი ქალების სექტორში მაგალითად არის ისეთი ენერგია, რომელიც არის დანაკარგები. ახლა აქ ბამბუკები წელს მაგალითად ძალიან კარგი არის წყალში და წყლის აქტივატორები არის იქ რაღაცა ფენშუის ფიგურები, სტიკერები, სხვადასხვა თილისმები და ყველა სხვადასხვა რამეს იყენებს. მაგალითად ბიზნეს სექტორში ძალიან ხშირად ახლა არ არის ესე ჩინურად მოჭიკჭიკებული ყველაფერი, როგორც გონია ზოგს და საერთოდ ვერ შეამჩნევ თქვენ იქ რა ხდება, მაგრამ რომ შეხვალ ენერგიას გრძნობ, რომ კარგად ხარ. ხო. Wi-Fi-საც ვერ ვხედავთ და გრძნობ და ვიჭერთ, ხო? კი, რა თქმა უნდა. და თიკ, აი გითხარი, მე დაუბრუნდები ისევ ამ საძინებლის თემას, ანუ ძილის სწორი პოზიცია რომელია და თქვათ ადამიანებს, ვისაც პარტნიორი არ ყავთ, ან ყავთ, აი როგორ არის ეს სივრცე მოსაწყობი? დარწმუნებული ვარ, ყველას აინტერესებს და იმიტომ. ნახეთ, საძინებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი არის და ყოველთვის ნეიტრალური ფერები გვაქვს აქ, ბევრი ცეცხლიც არ შეიძლება და ბევრი ნივთებიც არ შეიძლება. ეს არის მოსვენებისთვის და სიყვარულისთვის, ესე ქვია, ესე ვისწავლეთ და ესე მოდის და ესე იყო ყოველთვის. იმ ტრაქტატებში, რაშიც წერია ეს ყველაფერი, ესე უნდა ყოფილიყო. აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენ როგორ ლოგინზე გვძინავს ასევე. ფეხები აქვს თუ იატაკზე დევს, იმიტომ რომ ამასაც მნიშვნელობა აქვს, რომელსაც ოდნავ ფეხები მაინც თუ აქვს, ენერგია მოძრაობს. ეს ადამიანი იქნება ჯამრთელი. ჯობია რომ იყოს ჯობია უნდა კონდეს. პატარა ფეხები მაინც უნდა კონდეს და იქნება ჯამრთელი, რადგან ცირკულაციას ახდენს ენერგია, ცი ენერგიას ვეძახით ჩვენ ამას. აუცილებლად საყრდენი, რაზეც ჩვენ თავი გვაქვს მიდებული, უნდა იყოს მყარი და მაღალი. არ უნდა იყოს ამოჭრილი, უნდა იყოს მთლიანობაში მყარი. თვითონ საწოლის თავს გულისხმობ. აუცილებლად. ფეხებთან ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი რაც არის ფეხების პირდაპირ წინ, კარები პირდაპირ არ უნდა გეღებოდეს. ან გვერდზე უნდა იღებოდეს, ხო? ჯობია სადმე გაიღოს, ახლა ფეხებში არ გეღებოდეს კარი. პირდაპირ საერთოდ ამას ეძახიან სიკვდილის ზონას, იმიტომ რომ ენერგია რომელიც ფეხებიდან შემოვა, შემდეგ ჩვენ ენერგო გამტარები ვართ, ენერგია გადის თავში და ეს იწვევს დროთა განმავლობაში ძალიან დიდ პრობლემებს. არის ასევე სარკე, რომელიც არ უნდა გხედავდეს, როცა გძინავს. და ახლა რაც პოპულარული ჭერები რომ არის სარკის ეფექტი, ძალიან ბევრგან მომიწია ამის შეცვლა იქიდან გამომდინარე, რომ ეს ირეკლავს. მესამე პირის ჩარევად მოყავს ამ რაღაცებს და ასევე ჯანმრთელობის თემატიკაც ძალიან. იმიტომ რომ ჩვენ როდესაც სარკე აღვიქვავს მეტს. აქ მეტი ენერგიის მოტანა იცის. გასაგებია. და ისედაც სარკე არის ისეთი ნივთი, რომელიც არ არის ესე საჭირო, ძალიან ბევრი გვქონდეს საძინებელში პორტალია ჩვეულებრივი ენერგიების. იმახსოვრებს ჩვენ განწყობას, ჩვენ საუბარს და ძალიან ბევრი რამე პირდაპირ სარკესთან ესე ენერგეტიკულად შედის. და რაც შეეხება მაგალითად სიყვარულის ენერგიის გააქტიურება, ვისაც უნდა, პირველი დეტალები ეს არის, რაც უნდა სწორად გქონდეს. ნუ ფანჯარა მაინდა-მაინც თავთან ზევით არ უნდა გქონდეს და არის ისეთი რაღაც დეტალები, ჯობია კედელი იყოს და ამ კედლის მეორე მხარეს არ უნდა იყოს სველი წერტილები. მეზობლის სველი წერტილიც კი დამაზიანებელი არის. ცუდი ენერგია არის, აქ ბინძური ენერგია გადის, რომელიც არ არის სასარგებლო ადამიანი, არის სენსორიკი და გრძნობს ყველანაირ ენერგიას. ჩვენ შევიგრძნობთ ამას. შეიძლება ვერ ვხედავდეთ, მაგრამ ჩვეულებრივად ვგრძნობთ ამ ენერგიებს. და ამ თავის დადებასაც ყველა ადამიანს აქვს ინდივიდუალურად. მართლა, აი რომ ამბობენ რომ აღმოსავლეთით უნდა გადასწავლოს, ესე არ არის. არ არის ესე ერთი ყველას თავისი. ყველას თავისი აქვს დაბადების მონაცემებით. ეს ძალიან მარტივი არის, ინტერნეტში შეუძლია მოძებნონ, ამას გუა ციფრი ქვია და საუკეთესო მხარე გუას ციფრი.
და ამის დადგენა მარტივია, გამოთვლას მოძებნიან და ამ გუას ციფრს აქვს თავისი 4 კარგი მიმართულება და 4 უარყოფითი მიმართულება. ამ მიმართულებების მიხედვით უნდა გვეცინოს, რომ მივიღოთ ის ენერგიები, რაც ჩვენ გვინდა. რაც შეეხება ახლა სიყვარულის თემას, აქ უკვე ყველაფერი წყვილი. იმიტომ რომ წყვილი არის გაორმაგებული ენერგია, უკვე ჩვენ სამყაროს ვაჩვენებთ ენერგიას, რომ მზად ვართ, რომ მივიღოთ მეორე ენერგია. ორი ბალიში მაგალითად. ორადგილიანი საწოლი. რა თქმა უნდა. ერთადგილიანი საწოლი ესე არის. ორადგილიანი საწოლი ყველაფერი ტუმბუც ორი უნდა იყოს და აი კენტი არ უნდა იყოს საძინებელში და აი ერთი ცალის გამის დადებაც იციან ზოგჯერ, მაგრამ არც ეს არ არის მართებული ფენშუის მიხედვით. ორი სხვადასხვანაირი იყოს თუნდაც და უნდა იყოს წყვილი აუცილებლად. აქვს მნიშვნელობა ჩვენ რასაც უყურებთ და აღვიქვავთ. ანუ ჩვენი ფსიქიკაც მუშაობს იმაზე, რასაც ხედავს. ამიტომ შეგვიძლია ესეთი სურათები განვათავსოთ, სადაც ბედნიერება არის და როგორი სიყვარული უნდა, ზოგს როგორი უნდა, ზოგს როგორი. როგორი სიყვარული. ხო, რაღაც აფირმაციასთან არის კავშირში, ხო? ეს მერე რომ აი, როგორი სიყვარული გინდა. მაგალითად, ზოგისთვის წყვილი შეიძლება საერთოდ არ იყოს და იყოს პიონები. უბრალოდ რო უყურებს, მისთვის სიყვარულის ენერგია, ვიღაცისთვის ვარდი შეიძლება იყოს, ვიღაცისთვის გედები და აი ესე არის ყვავილები კარგია საძინებელში? ძალიან კარგი არის, ოღონდ ქოთნის ყვავილები არ შეიძლება. არა, რომელიც ჭკნება ესეთი ჩვეულებრივ ყვავილები ახალი შეტანილი ძალიან კარგი არის, იმიტომ რომ ეს აქტიურებს ენერგიებს, ეკლების გარეშე უნდა მოვაშოროთ აუცილებლად ეკლები. ვარდი თუ იქნება უეკლოდ, ესე იგი, ხო? აუცილებლად ეკლებს თავისი ენერგია აქვს, ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის ისრები, რომლებიც აზიანებს ჩვენს ენერგეტიკას, როგორც კაქტუსიც ასევე. ხო. არ არის ჩვენთან ძალიან ახლოს სასარგებლო, არ არის ფენშუის მიხედვით ჩვენ არ ვიყენებთ. თორე ისე არ გრძალავთ, შეუძლიათ გამოიყენოს შემოსასვლელში, მაგალითად უძლიერესი დამცავი ენერგია აქვს და რატომაც არა, მისაღებში შეიძლება, ოღონდ ძალიან ახლოს არ იყოს ჩვენთან და ცოტა მოშორებით რომ იყოს და ყვავილები ნახატის სახითაც ძალიან კარგი არის, სხვათა შორის სიყვარულის ენერგიის გასააქტიურებლად ვარდისფერი კვარცი. და სხვადასხვა ესეთი ნივთები და თვითონ ფენშუისაც აქვს ესეთი ნივთები, რომელსაც ჩვენ სიყვარულის ენერგიის აქტივატორებად ვიყენებთ. და მე კიდე გამიგია, რომ თქვათ წყვილის მხარეს არ უნდა დაიძინო, რა ჩენი ადგილი უნდა გქონდეს, მართალია თუ ეს ფენშუი ესე არ არის. აი მაგალითად ორსაწოლიანი ლოგინი გაქვს და გაქვს შენი მხარე, ნუ არ ვიცი, მარცხნივ ან მარჯვნივ და არ ყავს ჯერ წყვილი. და შენ ადგილას უნდა დაწვეო. ხან იქწვევი და ხან ოქწვევი, ეგ არ არისო, სასურველიო, თქვათ ამბობ. ნახეთ, ქალის მხარე არის მარცხენა მხარე. ამ მარცხენა მხარესაც ვერ იგებენ. ზოგს გონია, როდესაც უყურებს ლოგინს და ამ დროს ეს არის, როცა წევ ხარ. მარცხენა მხარე, საერთოდ ქალური ენერგია შემოდის მარცხენა მხარეს. ჩვენი მხარე არის. და მარჯვენა მხარე არის კაცის მხარე. გული უნდა იყოს მამაკაცის. იძახიან რომ გული უნდა იყოს მამაკაცის და გულის მხარეს უნდა დაწვეო. მაგრამ ქალის მხარე არის ზუსტად ეს მარცხენა მხარე. ხო. არ არის ეს არის თქმულება. მოიცა როგორ არის თავიდან თქვი დავიბენი. ანუ რო წევ ხარ, მამაკაცის გული უნდა იყოს მარჯვნიდან? ნახეთ, მარცხენა მხარეს უნდა იწვე ქალი და მამაკაცი წევს მარჯვენა მხარეს. რა თქმა უნდა, მისი გული ხო მარცხენა მხარეს არის? კი. აი მე ამ ხალხში კი, მაგრამ არის ისე რომ რაღაცეებში აი მაგალითად იძახიან რომ ესე არ არის, ასე არ შეიძლება, ნუ ეს ქალის მხარე არის. მაგალითად ხშირად მეკითხებიან რომ აი სად შეიძლება რომ გავიკეთო ქალი თუ მეკითხება ტატუ მინდა თქვა ხო, რაღაცა ტატუ. მარცხენა მხარე არის ქალის მხარე, ანუ შეუძლია ქალის მხარე დატვირთოს, ვიდრე მამაკაცის. პლუსი და მინუსი რო ამბობენ, ხო? ინი და იანი, დღე და ღამე, ყველაფერში ესე გაყოფილები ვართ და გასათხოვ არ გოგოს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის, მარტო თუ არის, შეუძლია დაწვეს ზუსტად კაცის მხარეს. და უკვე როდესაც პარტნიორი ეყოლება, შემდეგ
თავის ადგილს მოძებნის. გასაგებია. აი, ეს ახალი ინფორმაცია. აქტივატორი არის ერთ-ერთი, რომ როდესაც გინდა რომ გააქტიურო, შეგიძლია პირიქით, ესე იგი დაწვა კაცის მხარეს. გასაგებია, რომ მოიზიდო ესე იგი. მოიზიდო. გასაგებია. კიდე ვიცი რომ რაღაც ყვავილები უნდა დადო ხოლმე მარტო რო ხარო და ანუ ეს თავთან ყვავილების დადება თითქოს ააქტიურებს ამ ენერგიებს, ხო? ამ ენერგიებს საერთოდ რაც არის სილამაზესთან და ბედნიერებასთან ახლოს, ეს უნდამოც რომ იყოს ააქტიურებს. გასაგებია. და მზაობა აუცილებლად ჩვენი. ზოგჯერ არის რომ ჩვენ არ ვართ ჩამოყალიბებული და ჩვენ არ ვიცით ზუსტად რა გვინდა. და მე ცვლილებებისკენ მივდივარ და ესე არ ლაგდება. ამიტომ ძალიან კარგი არის რომ ჯერ ჩამოყალიბდეთ რა გვინდა. რა გვინდა და არის ესეთი მაგალითად ეხლა ეს პერიოდები არის, როდესაც შეიძლება დავწეროთ რაღაცა ეს სურვილები და რაღაცები გავაკეთოთ. ეხლა არის ეს პერიოდები? ეს პერიოდი არის და აი რომლამდე რა რიცხვები რა. ყველაზე კარგი არის, მოდი ავიღოთ ვენერას დღე, პარასკევი დღე ავიღოთ, მოდი, იმიტომ რომ მე რაღაც რეტრო მერკური მოდის და რო არავირიოთ ამ რაღაც დაბნელებებში და ეხლა პარასკევს ყველა პარასკევი კარგი არის, მაგრამ ეხლა ენერგიები რადგან გაიხსნა უკვე დაიწყო ცეცხლოვანი ცხენის წელი, ძალიან კარგი არის ამის გაკეთება და მზაობა ესეთი შეიძლება გააკეთონ, ფურცელს ვიღებთ, ყვითელი ფურცლები გვიყვარს. ყვითელი? წითელი საწერი კალამი და ვწერთ. მე ვარ მზად მივიღო ჩემს ცხოვრებაში და გავეხსნა კოსმიურ ენერგიებს, რომ მოვიდეს ჩემს ცხოვრებაში ესეთი და ესეთი ადამიანი. და აქ მიდის ჩვენი აღწერილობა, რა გვინდა, როგორ გვინდა, რაღაცა და ასეთ წერილს ვწერთ, ვდებთ წითელ კონვერტში და სადაც გძინავს, იქ ვდებთ. სად ვიშოვოთ ახლა ეს წითელი კონვერტი? კარგია. თიკა, მაინტერესებს რა იცი, რომ თქვათ, აი ეს მანიფესტაციას დავარქმევ მე, ნებისმიერ თემაზე შეგვიძლია? თუ მხოლოდ წყვილზე ვთქვათ. პარასკევი დღე არის ვენერას და ამიტომ ბედნიერება იცით რა არის, ყველას არ უნდა ქორწინება. უბრალოდ ბედნიერი ცხოვრება უნდა და საინტერესო ადამიანი მის ცხოვრებაში. სიუხვეს რა დღეს ვიწვევთ და როგორი ფერებით და როგორი ფერის კონვერტი. სიუხვეს ძალიან უყვარს მწვანე ფერი. მწვანე სანთლები უყვარს ფულს. ანუ მწვანე საფულე ვიყიდოთ? არა. 2026 წელს ან ცეცხლის სტიქია უნდა იყოს, ან წყლის სტიქია. ეს არის ლურჯი, ცისფერი, შავი და წითელი ფერის სხვადასხვა ტონალი. ანუ შავი საფულე თუ მაგ დამშვიდდა, ესე იგი კარგად ვარ. მაგრამ შეგიძლია ახალი იყიდო, ახალი ენერგიით. ანუ ახალი კარგია, რო ამბობ რაღაც დაცდილი მაქვს კარგად და სხვათა შორის ესეთი დაცდილი საფულები თუ ის დაზიანდა, ფულის ცვეთას იწვევს, ანუ შეიძლება ძალიან ბევრი დავკარგოთ კიდევაც. საფულე არის ფულის სახლი. და ძალიან სერიოზული მიდგომა სჭირდება. დღეს ელექტრონულ ფულზე ისე ვართ გადართული, რეალური ფული ისე გადის თვეები ადამიანებს არ აქვს. და არა და უნდა გქონდეს როგორც ვიცი. ენერგია. კი, მე ძალიან დამცინიან ჩემი მეგობრები, იმიტომ რომ ვეუბნები ხოლმე ესე ხშირად დაკუჭული თუ აქვთ ხოლმე ეს ვუსწორებ, თანმიმდევრულად ვულაგებ და ვეუბნები რომ ეს მნიშვნელოვანია რომ ესე გააკეთო და ძალიან არ მიყვარს კიდე ხურდები რო ყრია ხოლმე და ამასაც რაღაცნაირად ვაწესრიგებ. ეს შენგან ვიცი. ყველაფერს თავისი ადგილი უნდა გქონდეს და ჩვენ ფულთან როგორი დამოკიდებულებაც გვექნება და ურთიერთობა. ზუსტად ისე მოვა ჩვენთან. თუ ჩვენ მას არ მივაქცევთ ყურადღებას, ჩვენთან არ იცხოვრებს ფულის ენერგია. ან პრობლემებს მოგვიტანს იმდენს, რომ მე მოგვიწევს რომ მივაქციოთ ყურადღება და საფულეც არის ფულის სახლი. ყოველთვის უნდა გქონდეს. კი, გასაგებია რომ ელექტრონული ფული გვაქვს, იქ რაღაცა ბარათებით ვიხდით. მაგრამ უნდა იყოს ნამდვილი ფულიც. აუცილებლად ცოცხალი ფული ესე ვეძახით, ენერგია და სახლში სადაც ფული არ ცხოვრობს, მე მეუბნება და მალაიზიაში ჩემი მასწავლებელი რომ თუ სახლში არ იცხოვრებს ფული, იმ სახლში არ იქნება ფინანსური ენერგია. ანუ უნდა გედოს რაღაცა ნამდვილი ფული, ხო? ფიზიკურად მხოლოდ ბარათები არ უნდა იყოს. არის ასეთ ფინანსების აქტივატორს ვეძახით საერთოდ, როდესაც შენი ქვეყნის ყველაზე უმაღლესი ფული რაც არის. მაგალითად, ჩვენ ლარში გვაქვს 200 ლარიანი. ეს 200 ლარიანი უნდა გედოს მთავარ მაგიდაზე, ოღონდ გადასაფარებლის ქვეშ.
თუ არ გაქვს გადასაფარებელი ეგეთი მაგი და რა შვები? რა შვებით და მაგიდის ქვეშ ვამაგრეთ ამას. სხვადასხვა ხრიკები არის. ფული უნდა იყოს ახლოს მაგიდასთან, თავარ ოთახში. სადაც ყველანი ვიკრიბებით, იმიტომ რომ ეს ენერგია და განაწილდება მაგიდას და შეიძლება ვიღაცამ თქვას რომ ახლა 200 ლარიანი თუ არ მაგ რაც აქვთ. იმ ფულის ენერგია. თუ სამზარეულოში იკრიბებით ხშირად მაშინ იმის სამზარეულო აქტივატორია. მაგარია. და მწვანე, ეხა შეგაწყვეტინე და შეიძლება მაყურებელს აინტერესებს და მწვანე სანთლები ახსენე. მწვანე სანთლები არის, როდესაც ფულის ვარსკვლავის გათბობას ვეძახით. მაგალითად, წელს სამხრეთ-აღმოსავლეთი გვაქვს ძალიან კარგი სექტორი. ყოველ წელს იცვლება ეს სექტორები და თან ფინანსების სექტორი არის. ვისაც ფინანსური კრიზისი ექნება და რაღაცა პრობლემები ექნება, სამხრეთ-აღმოსავლეთში შეუძლიათ 2 საათით მწვანე სანთლები დაანთონ. ყოველდღიურად 2 საათი და თვითონ თუ არ დაცადე სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩვენ კუთხეს გულისხმობ ალბათ, ხო? შეიძლება ოთახი იყოს ძალიან დიდი. გასაგებია და იქ სადაც არის სამხრეთ-აღმოსავლეთი. როდესაც გვაქვს ნახაზე იხაზება ესე ბაგუა, აქ გამოდის 9 უჯრა, ესე თქვა დახაზული და აი ზუსტად ეს ერთ-ერთი სექტორი შეიძლება იყოს ესეთი მთლიანი სამხრეთ-აღმოსავლეთი კუთხე თუ არ იქნება, არ არის პრობლემა. რაღაცა ის ადგილი იყოს ახლო-მახლოს და გამოდგება. და 2 საათი დანთებულია, ეს 2026 წლისთვის ძალიან კარგი არის. კარგი. ვისაც არ სჯერა და დაუცდია მსგავსი რაღაცები. ყოველთვის აი ძალიან მიხარია ხოლმე მე მწერენ და მეუბნებიან რომ ვაი მე რა მართალია და რა მაგრა გამომადგა. იმიტომ რომ ეს ყველაფერი მუშაობს თაკო. და ძალიან კარგი ენერგიები მუშაობს. და ვენერას კუთხეში რატო ვდებთ ყვავილებს? ანუ სიყვარულს ვააქტიურებთ, ჰარმონიას? ჰარმონიას. ნახეთ, სიყვარული ძალიან ხშირად მეუბნებიან რომ მე მეტი სიყვარული არ მინდა, გათხოვილი ვარ ან ცოლი მყავს. ეს არაფერ შუაში არ არის. სიყვარული არის ზოგადი ენერგია. სამსახურში. ადამიანები როგორ ყვარდეს? ხშირად რო გრძნობდეთ ამ სიყვარულის ენერგიას? აი რო დაგინახავენ რა საყვარელი ადამიანი. იმიტომ რომ ამ ენერგიას შენ თვითონ აქტიურებ და ზუსტად ამის გასააქტიურებლად არის სიყვარულის ენერგია, იმიტომ რომ ბავშვებს მით უმეტეს უფრო სჭირდებათ, მით უმეტეს ასაკებსაც გააჩნიათ სიყვარულის ენერგია მეტი გქონდეთ, რომ ეს დააბალანსოთ აგრესიის ენერგია. სიყვარულის ენერგია ბევრ რამეში დაეხმარებათ აგრესიული ადამიანების დასაწყნარებლად და ალბათ ისედაც მაგ სიხშირეზე რო ხარ და სიყვარულის ენერგიაში რო ხარ, აღარც გხვდებიან ეგეთი აგრესიული ადამიანები. რა თქმა უნდა, უკვე ყველა მოდის იმ საფეხურის და იმ ფენის მიხედვით, რაზეც დგახარ. რატომ აქვს საერთოდ სულიერ სიმაღლეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როდესაც იზრდები სულიერად და ადიხარ ენერგეტიკულად, ვეღარ გეწევიან. შეიძლება ბავშვობის მეგობრები ვერ დაგეწიონ და არის შენ პატივცემ გიყვარს, მაგრამ ვეღარ უგებთ ერთმანეთს. იმიტომ რომ ენერგეტიკულად ჩვენ ვიცვლებით და ვიზრდებით. რაც უფრო მეტად გაიზრდები, მით უკეთესი არის, რა თქმა უნდა და რაც უფრო დიდი ენერგია გაქვს და ენერგეტიკულად ძლიერი ხარ, ასევე საკმაოდ დიდი დამხმარე ძალა ხარ. ანუ იგივე პრინციპია, ესე იგი ვიბრაციულად, ხო? ფენშუიც იგივენაირად ამ ენერგიებს აღიქვამს, რომ მაღალი ვიბრაციები არის და დაბალი ვიბრაციები და სიხშირეები იგივე პრინციპია. იგივე ყველგან მოკლედ პარალელები არის ერთი და იგივე. არის საფუძველი მოდის ძალიან შორეული ენერგიებიდან. ფენშუი უნდა იყო ვასტუ. ვასტუ არის უძველესი სწავლება და 5000 წელზე წინა პერიოდის არის წარმოიდგინე და ძალიან გამოცდილი არის. სადაურია ეს ვასტუ? საიდან მოდის? ეხლა უფრო აზიაში არის ესეც, მაგრამ ეხლა ძირითადად ვასტუ გამოიყენება ინდოეთის ტერიტორიებზე, ინდონეზიაში. ანუ რაღაცა ვედების პერიოდის, ხო, ესეთი ძველი სწავლება. და ზუსტად სხვათა შორის აი ამ ხელმა ძალიან დიდი ინფორმაცია რაც არის, ამის გამოყენებას ყველაზე დიდი მნიშვნელობა, თორე ცოდნა შეიძლება იყოს თუნდაც იქ სადღაცას აზიაში, მაგრამ ვერ იყენებდნენ ადამიანები, როგორც მე მანამდე აღვნიშნე. მაგალითად, ჩინეთში, პეკინში თუ უნდა ვინმე ბიზნესმენს რომ გააკეთოს მისი ოფისი, უნდა ჰონკონგიდან მოიწვიოს ფენშუის სპეციალისტი. იმიტომ რომ ვერ მოძებნის ესე და უნდა დადგეს რიგში და ყოველ წელს უნდა მოიწვიოს რომ ყოველ წელს კორექცია გაუკეთოს. ხო, როგორც ჩვენ თქვი, იცვლება. იცვლება ეს ენერგიები და ანუ ამას ძალიან გართულებული არის
ცოდნა სადაც ყველაზე დიდი არის, იქ ყველაზე ანუ სწავლაც რთული არის. ჩემთვის მაგალითად ძალიან რთული იყო, რომ მე მომხვედრილიყავი მალაიზიაში მესწავლა. საერთოდ ვერ წარმომედგინა, რომ მოვხვდებოდი, ანუ დღემდე მგონია, რომ რაღაცა ხო არის ადამიანები ლატარის ბილეთს მოიგებენ და უხარია და ეს იყო ჩემი ცხოვრების ლატარის ბილეთი. საიდან გაჩნდა შენ ცხოვრებაში ამის სურვილი ზოგადად რომ მოგინდა რომ ფენშუი გესწავლა? ძალიან დიდი ბევრი წლები გავიდა იმის მერე. უბრალოდ მეგობარმა მირჩია, რომ ცვლილებების პერიოდში ვიყავი, ჩემ ცხოვრებაში მინდოდა ცვლილებები და ესე ვთქვი, რომ უნდა შევცვალო რაღაცეები. და რითი ცვლიო მკითხა და არ ვიცი მეთქი, მაგრამ თავიდანვე მქონდა ყოველთვის ესეთი მიზიდულობა ენერგიებისა და ვთქვი, რომ სამყარო მეთქი თვითონ გამომიგზავნის და ისე ლაპარაკობთ, მე მგონი შენ ფენშუი ძალიან მოგეწონებაო და ეს სიტყვა დავიჭირე, ფენშუი ძალიან მოგეწონება და მეორე დღე იყო, რომ თუ რამე შემეძლო ბიბლიოთეკაში ამეღო წიგნები, შემეკვეთა. რომელი წელია? ეს არის 2013 წელი. თუ რამე შეიძლებოდა მეშოვა, ცხოვრობდი დიდ ბრიტანეთში. ყველაფერი მოვაგროვე და ყველაფერი გადავიკითხე. და დავიწყე ძალიან ეს წიგნის დონეზე რო ხარ და რაღაცა დეტალების შეცვლა და ცვლილებები დამეწყო 2 კვირაში. მართლა? და თან როგორ იყო, იცი, ნივთები და რაღაცები არ მქონდა და წავედი საკანცელარიო მაღაზიაში, მოვიტანი ძალიან ბევრი ფერადი ფურცლები და ფურცლებით გავააქტიურე ფერების სექტორების. ანუ არაფერზე არ მიმწვდებოდა იმის გარდა ხელი, რომ მქონოდა მხოლოდ წიგნი. შემდეგ დავიწყე ძიება. სად შეიძლებოდა მესწავლა. ხო. მოვძებნე ესე. ინგლისში ვსწავლობდი 2 წელი და ბოლოს ისეთ საფეხურზე ვიყავი ასული. ჩემმა პედაგოგმა მითხრა, რომ იმდენ კითხვებს მისმეო. მე ვეღარ ვუძლებ ამასო და შენ უნდა წახვიდე და აზიაში ისწავლო. მართლა. და აზიაში ისწავლა, ესეც იმოსული ინფორმაცია იყო და პირველი რაც შეიძლებოდა გამეკეთებინა, პირველი წიგნი რაც იყო, რომ წავიკითხე, ეს იყო ლილიან ტუს წიგნი. ეს არის ხუთეული გრანდმასტერებში, ერთ-ერთი უძლიერესი დიდებული ოსტატი არის, რომელიც დონალდ ტრამპის ფენშუის სპეციალისტი არის, არ ვიცი, წლები არის. და მოვძებნე, არ მახსოვს, ოღონდ როგორ მოვძებნე, რაღაცა ძველი წიგნი იყო, მეილი იყო, აქ დაწერილი რა და ამ მეილზე გავაგზავნე ინფორმაცია, რომ თუ არის შესაძლებელი მეთქი, რომ ან კურსები ონლაინ ხო არ გაქვთ ან რაღაცა, იმან გადამამისამართა ვიღაცასთან, იმ ვიღაცასა და აღმოჩნდი ესე თურმე უნდა დაიწყოს სადღაც 1 წელიწადში სწავლა და ჯგუფი უნდა აიყვანოს ამ ლილიან ტუმ. გადმომიგზავნეს ინფორმაცია, რა უნდა შემევსო, რა მქონდა, ანუ ნასწავლი საინტერესებდა. რა ეტაპზე ხარ? რა ეტაპზე ვიყავი? ჩემი ფოტოსურათები აინტერესებდათ ასევე. რა ცვლილებები მქონდა 10 წლის განმავლობაში. და რამდენად შეგიძლია, რომ ხო ტრანსფორმაცია განიცადო, ხო? და ენერგეტიკული შემოწმება. ვაუ. და დაბადების მონაცემები. აი, ენერგეტიკული შემოწმებაც? უი. და ნუ ეს ამდენი რაღაცა რო გავაგზავნე, არც მიკითხე, ან რამდენი ხანი და მესწავლა, ან სად მივდიოდი, როგორ მივდიოდი, თურმე უნდა გადავცხოვრდე, ხო არ ვიცი. ცნობდი უკვე, რომ რაღაც შენი ძალიან. და ეს იყო სადღაც სექტემბრის დასაწყისით, აკო რო გავაგზავნე და არასოდეს დამავიწყდება ის შეგრძნება. ძალიან გავიდა, სადღაც 6 თვე, 7 თვე გავიდა და ვიფიქრე, რომ რადგან არავინ მეხმიანება, ალბათ არ არის ჩემი ადგილი. და აპრილის სადღაცას 2 რიცხვი არის ესე, როგორ მახსოვს და ხდება მეილი, რომ 20-ში ვიყავი, მოხვედი. და ესე მოხდი მალაიზიაში, სადღაც 2 კვირაში უკვე ჩავედი და დავიწყე სწავლა და იქ დამხდა ყველაფერი. დამხდა ულამაზესი სამყარო ჩემთვის და თითქოს ნაცნობი. რომ ჩავედი და პირველად გამოვედი გარეთ, ყველაფერი ნაცნობი იყო თითქოს ჩემთვის და დღემდე რაღაცნაირად როგორც თბილისში ვარ და ყველაფერი ვიცი, იქ ესე ვარ ზუსტად, რა ყველაფერი ვიცი. ჩადიხარ ხოლმე? ჩავდივარ ხოლმე და ძალიან მიყვარს იქაურობა და ძალიან ბევრჯერ მომიწია ამის მერე სხვადასხვა ეტაპზე რომ ეს სწავლა ჩავსულიყავი და
ძალიან ესეთი ჩემთვის ძალიან თბილი და საყვარელი ადგილი არის. რასა სიამოვნოა და ესე მოვხვდი და ამოცეულში. შენ მისიაში აღმოჩნდი ფენშუით ესე გამოდის, ხო? მე აღმოჩნდი, მე ვიკითხე შემდეგ, რომ როგორ მოვხვდი, მაინტერესებდა. და ჩემო მასწავლებელმა მითხრა, რომ რუკას როგორც კი ჩავხედეო, თქვია რომ ძალიან კარგი გოგო არის, უნდა მოვიდეს ჩვენთან ისწავლოს. ხო, ანუ რეალურად არჩევენ დაბადების თარიღით და მისით, იმიტომ რომ შეიძლება რაღაც გინდოდეს, მაგრამ არ იყოს შენი საკეთებელი და ალბათ ესეთ ადამიანებს უარსეუბნებიან. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ 20 ან სოფლიოში იყო არჩევა მაშინ და 20 მოვხდით და შემდეგ ამოცეულიდან 10 ადამიანი გადაარჩიეს. სხვა ჯგუფებში მე 10 ვიყავით. და ჩემთვის ძალიან ის იყო საპასუხისმგებლო, იმიტომ რომ თავიდანვე მკითხა, რომელი ქვეყნით უნდა გავსულიყავი, წარუდგენილი ვიყავ და ვუთხარი, რომ დიდი ბრიტანეთი არ მინდოდა და საქართველოთი ვიქნებოდი რა და ძალიან მოეწონა ეს აზრი, იმიტომ რომ არავინ არ იყო აქედან, არც ახლა არ არიან და აკრედიტაცია და მისი წარმომადგენელი რო იყო რომელიმე ქვეყანაში, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ სწორ ხაზზე მოდის ადამიანი, რომელიც შენ გიკავშირდება და უნდა რეალურად გააკეთოს ფენშუი და არა ის, რომ რაღაცეები რო ხდება და YouTube-ზე ვიღაცამ უყურა და შეიძლება ის მეორე სხვას ასწავლოს, ეს არ ხდება. ეს ადგილზე გადმოცემის ინფორმაციით ისწავლება. კი, მე მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი და შენი ურთიერთობა მე რატო დამამახსოვრდა ფენშუის გარდა და შედეგების გარდა ვთქვათ. მე მახსოვს, რომ მაშინ უკრაინაში ომი ახალი დაწყებული იყო და მე ვიყავი ძალიან შეშინებული. აი მართლა შიშის ენერგიაში ვცხოვრობდი და შენ მე შემომხედე და მითხარი, რომ რატო ხარო ესეთი დათრგუნულიო და ნუ მე გაგიზიარე, ეს ჩემი შიშები, შფოთები და შენ მე მითხარი, რომ ნუ ნერვიულობ. დედამიწ არ განადგურდება, იმიტომ რომ იყო მაშინ რაღაც აფეთქ და ისეთი სადგური და ნუ ვიფიქრე, რომ მორჩავსო, აღარ აქვს ცხოვრებას აზრი და კი ძალიან მძიმე პერიოდს გავდივართ, მაგრამ მე მაქვს ისეთ ადამიანებთან წვდომა, ვინც გრძნობს ამ ენერგიებს და დედამიწას განადგურება არ ემუქრება და დამშვიდდი და ყველაფერი დაალაგდება და ეს იყო რამდენი წლის წინ, როცა ომი 22 წელს დაიწყო, ხო მგონი? და მახსოვს, რომ ისეთი ენერგეტიკით, ენერგიით, ზრუნვით და ისეთი აი სიმშვიდით მესაუბრე და დამაჯერებლად, რომ რაღაცნაირად გამივიდა ეს შიში და მივხვდი, რომ არც ჩემით იწყება, არც ჩემით თავდება და მოკლედ უფრო მართლა ფართო სურათში შევხედე და ეს ხო ერთი მოყოლით რაღაცეთი ისტორია, მაგრამ ჩემში ძალიან სერიოზული წვლილი შეიტანე მოკლედ, რომ მაშინ დამენახა სხვა კუთხით რაღაცეები და ძალიან მადლობელი ვარ ამისთვის და ძალიან მიხარია. დამამახსოვრდა ეგ მომენტი და მაშინაც დავიჭირე ჩემი თავი, რომ ვთქვათ, ეს რაღაც შიშიც რაღაც ეგოიზმიდან იყო გამოწვეული და სხვანაირად შევხედე, მოკლედ უფრო მეტი რაღაც დავინახე ამ შენ ნათქვამში, ვიდრე მე მინდოდა და უფრო მეტი რაღაც მივიღე და კიდევ ერთხელ მადლობას გიხდი ამისთვის. და ფენშუის რაც შეეხება, ძალიან ბევრი რაღაც გავითვალისწინე. შენი რჩევები, მაგრამ მე ხარ როგორც აღვქვამ, ესე იგი ეს იცვლება. ყოველწლიურად, ხო? ყოველწლიურად გვეცვლება ენერგიები და ყოველწელს სხვადასხვა ენერგიებს ველოდებით. ეხლა ცეცხლოვანი ცხენი არ არის მარტივი, ეს წელი საკმაოდ კარმული წელი იქნება დედამიწისთვის და სხვადასხვა ქვეყნის მაცხოვრებლისთვის. იქნება გამოცდები, იქნება ძალიან სირთულეები. ცეცხლოვანი ენერგიის აქტიურობა რა არის? ეს არის ვულკანების სიცხეები, კატაკლიზმები, წყალდიდობებსაც ამბობენ. კი, იმიტომ რომ წყალი და ცეცხლი ეს ორი სტიქია, ერთმანეთთან ვერ მეგობრობს. ვერ თავსდება და ერთი მეორეს პრობლემებს იწვევენ. და სხვათა შორის ეს არის პერიოდი, როდესაც ჩვენ უნდა განვითარდეთ. ვინც ამ პერიოდში განვითარების ეტაპს არ გაივლის, იმიტომ რომ სხვა ეტაპისკენ მივდივართ. ტრანსფორმაციული პერიოდი გვაქვს. სულ სხვა ეტაპისკენ მივდივართ. ეს ორი წელი გვაქვს. უფრო განსაკუთრებით ეს ერთი წელი 26, როდესაც ჩვენ უნდა შევიტანოთ ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენს გარემოში სიახლეები და ზრდა. სულიერი ზრდაც და ისედაც უნდა გავიზარდოთ სხვადასხვა ჩვენი კარიერა იქნება თუ საქმიანობა არ აქვს ამას ესეთი მნიშვნელობა.
იმიტომ რომ ორ ნაწილად წავა ფენის დაყოფა. აღარ იქნება საშუალო ფენა, იქნება ან დაბალი ან მაღალი ფენა და ყველგან გაორებისკენ წავა. ხო, აი, ყველა ამბობს ამას და ეს რაღაც სოფლიო ტენდენცია არის ზოგადად. პერიოდი არის თვითონ ეს რომ 2054 წლამდე არის ესეთი პერიოდი მოსული, ისედაც ტიგრამა ლი არის ესეთი, რომელიც მართავს ამ პერიოდს 2054 წლამდე და ის მისი მოთხოვნები, ანუ ეს ენერგია ასეთ მოთხოვნებს აყენებს და აი ესეთი ცვლილებების 24 წლამდე. მაგრამ დასაწყისი არის ახლა, ახალი, როდესაც არის ყველაზე ძლიერია ენერგია და აი წელს ცვლილებები უნდა შევიტანოთ. მომავალ წელს ცოტა დაგვიანებული იქნება ეს ცვლილებები და 2028 წლიდან შემდეგ უკვე ბალანსში გადავდივართ. ბალანსი მოდის უკვე სიმშვიდისკენ, ძალიან ბევრი რაღაცა კარგი გადაწყდება, სასიკეთოდ განვითარდება და ეს დასრულდება ომები. დასრულდება ომები. კი ხო. და უფრო სიმშვიდისკენ წავალთ და ეს ცეცხლოვანი 2 წელი გვაქვს 2026, 2027 და უბრალოდ იმდენი წელია უკვე ამ სფეროში ვარ, ახლა ზოგისთვის არ აქვს მნიშვნელობა, ზოგს არ ჯერა მსგავსი რაღაცებს ვერც დააჯერა. ნუ ვისაც გჯერა, გაგვატარეთ. ვარსკვლავებს როგორც კი დავხეთ, ახლა ჩვენ პოდკასტს დარწმუნებული ვარ, ჩემი ისეთი მსმენელებიც და მაყურებლებიც ნახავენ, სადაც სემინარებზე დადიან ყოველ წელს და ისმენენ. ზუსტად აი სანამ ომი დაიწყებოდა დეკემბერ-ნოემბერში უკვე იყო ინფორმაცია თვითონ ვარსკვლავებიდან და განლაგებიდან ვიგებდით რა იქნება, რა ცვლილებები მოვა. კოვიდის პერიოდშიც სემინარები რო ჩავატარეთ, ანუ უნდა დაწყებულიყო პანდემიური მსგავსი რაღაცები, მაგრამ ვერავინ ვერ წარმოვიდგენდით, რომ კოვიდი დაიწყებოდა და აი ეს ჩემი ლაპარაკი შემდეგ რამდენიმე თვის მერე რო ეს ჩანდა, ცოტა ის იყო რა, აი ყველა იძახდა და აზიარებდნენ ის პერიოდი და აი მაგალითად ეს წელიც, როგორი წელი იქნება, შარშან თქვით იყო ზუსტად ეს სემინარი იყო, როდესაც თქვით, რომ ხელოვნური ინტელექტი განვითარდებაო და დღეს ყველას აქვს ხელოვნური ინტელექტი და შარშან ყველა მიყურებდა თევზის თვალებით, ეს ლაპარაკობს. ChatGPT მესეწამ ხო? ხო, სხვა თუ არაფერი, აი ყველანაირი ძალიან ბევრი სახეობის ხელოვნური AI არის უკვე და იყენებენ. ენას სწავლობ უკვე AI-ით. წელს უთხარი, რომ ადამიანს არ ჩაანაცვლებს, ანუ ეს არ გვემუქრება, ისი შიშიც იყო. როგორც ახლა იყო კიდე ეს ვალუტის გაქრობაზეც საუბარი, არ ჩაანაცვლებს ადამიანს. ადამიანს ვერ ჩაანაცვლებს ენერგეტიკულად, არ არსებობს. ენერგეტიკულად ვერ. ვერც ენერგეტიკულად, ვერც ინფორმაციით. რაღაც სპეციალობები ალბათ გაქრება რა? მაგალითად, აი ჩემი სპეციალობისი აზრზე არ არის არაფრის. ხო, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ თუ არის ეს ურთულესი და წარმოიდგინეთ მე უნდა წავიდე 18 საათი ვიფრინო, ჩავიდე ჩინეთში, ეხლანდელი პედაგოგი სადაც ყავს, მაგალითად ჩავიდე იმასთან, მივიღო რაღაცა ინფორმაცია, ავიღო ეს ინფორმაცია, რომელიც არის ჩანაწერების მიხედვით 5000 წლის წინანდელი და იქიდან რაღაცა გრაგნილებიდან უნდა გადმოვცეთ ეს ინფორმაცია არ აქვს. ინფორმაციაზე ვერასოდეს ვერ მიიღებს, იმიტომ რომ ეს არის როგორი ინფორმაციაც ერთ-ერთში დაფარული და ეზოთერიული ინფორმაცია ესე არის. ეს ისე იცვლება, რომ ჩვენ ამ ინფორმაციებს ესე არ ვარიგებთ. ეს ესე არ არის. ყველაფერს ვერ ჩაანაცვლებს. მაგრამ ადამიანი როგორი არის, ნახე, მაინც შინა განათხო ზარმაცია. თუნდაც ახლა რომ გასწავლის უცხო ენას, თუ ვიღაცა არ დაგტუქსავს და არ გაგიბრაზდება, შენ ძალიან ბევრჯერ გააცდენ. და ამენა ძალიან გვიან ისწავლი. ხო, თუ დისციპლინა ხო, მესმის. და თუ დისციპლინა არ გვექნება, კიდე ეს ძალიან ამოგვაგდებს ძალიან ბევრი რაღაციდან. მაგაზე ვეუბნები, რომ არ იქნება ეს ნამდვილად რაც მაქვს ნანახი და ცეცხლოვან წლებს საერთოდ რა მოაქვს განვითარება, რაც არის ცეცხლთან და ენერგეტიკასთან. ელექტრომანქანები, ელექტრომობილები, ყველაფერი ელექტრონულ თემაზე გადავა და ეს ხელოვნური ინტელექტი კიდე ყველაფერში იქნება უკვე ყველანაირ ანუ რეალურად მაშინ გლობალურად ნავთობიც დაკარგავს თავის აქტუალურობას დროთა განმავლობაში, არა? ჯერ არ დაკარგავს. იმიტომ რომ ნავთობით შედის აქ. აქ ნავთობით შედის, იმიტომ რომ ყველა ქვეყანა მაინც არ არის მზად რომ მიიღოს ეს ელექტროთემები, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაცა მოსაწესრიგებელი ძალიან ბევრ ქვეყანაში. 54 წლამდე ესე იგი გველოდება პერიოდი, როგორც შენ ახსენე, როცა 28 წლიდან დაიწყება რაღაც სიმშვიდე, მაგრამ 42 წლამდე რა ხდება?
აი რა განვითარება კიდე რო გაგვიმეორო. უმაღლესი განვითარების ეტაპი უნდა გავიაროთ. აქ მაღალი ენერგიის, მაღალი ცნობიერების ადამიანები, სხვადასხვა ეტაპის ადამიანები, ყველა სხვადასხვანაირად ვითარდებით, ხო? აი ეს იმაზეა საუბარი, რომ თქვათ თუ დაბალ განვითარებაში, ცნობიერებაში და ვიბრაციაში ხარ, თითქოს ვეღარ გიღებს დედამიწა თავის ვიბრაციულ ველში და ხო, დარჩები იმ ადგილას, სადაც თუ არის ფიქრებ იმ რაღაცა განვითარებაზე და სულიერებაზე და მსგავს რაღაცა, მაგრამ ყველა სხვადასხვანაირად. ნახეთ, შეიძლება სულიერად ვერ ვითარდებოდე, მაგრამ ძალიან ძლიერი ვიყო მე რაღაცა კონკრეტულ ჩემს საქმიანობაში და მომინდეს უფრო მაგარი გავხდე და კიდე დამატებით რაღაცა ინფორმაციები, რომ ზუსტად იქ რომ ხელოვნურმა ინტელექტმა არ შეგანაცვლოს. ანუ ეგეც ითვლება განვითარებაში? მხოლოდ სულიერებაზე არ არის საუბარი? სულიერებაზე არა, ყველას არ მოეთხოვება, რომ აუცილებლად, მაგრამ სულიერების ეტაპი ყველგან იქნება. ნახეთ, ძალიან მოთხოვნადი იქნება. ისედაც ეპოქა მერწყულის ეპოქაში ვართ. პერიოდი არის სულიერების პერიოდი. ძალიან ბევრი იოგი გამოჩნდება, ძალიან ბევრი უკვე გამოჩნდა ძალიან ბევრი მკურნალი. ოღონდ, ეხლა აქაც ნახე, ორ ეტაპად იყოფა. წეღა რაც თქვი, დავიყოფით ორ ეტაპად. იქნება ან მაღალი, ან დაბალი. საშუალო არ იქნება. ამიტომ ადამიანებმა სიხშირეზეც ხარ, იმას ის გეხმიანება და იმას იჭერ. რა თქმა უნდა და ამიტომ ადამიანმაც რომ რაღაცა მსხვერპლის როლი არ ითამაშონ, უნდა კარგად აარჩიონ და გამოარჩიონ, იმიტომ რომ უკვე მაგალითად თუნდაც ჩემს სფეროში იმდენი ადამიანი ჩანს. კი, ვიცი. რომ მე თვითონ მიკვირს ხოლმე, რომ ჩემს სკოლაშიც არ უვლიათ. მე თვითონ მაქვს კურსები და რომ ვიცოდე, რომ ეს ჩემი მოსწავლე იყო და იმან ზუსტად იცის, რომელი სკოლის მიხედვით აქვს ნასწავლი, იმიტომ რომ ფენშუის სკოლებიც იყოფა რამდენიმე ეტაპად. და რომელი ბაგუათი იყოფენ სახლს, ან რომელი ლოპანით მუშაობენ, სულ მინდა ვკითხო. იმიტომ რომ მან ძალიან ბევრი ისენი არის რა, განსხვავებები არის და სხვადასხვა ბაგუა იყოფა, არის ესე ნამცხვრის ნაჭრებს ვეძახით, ესე სამკუთხედებად, არის ჩვეულებრივ ოთხკუთხედებად და კიდე ლოპანს დაახლოებით 3 წელი უნდა იეროგლიფების დამახსოვრებას, გრადუსებს და ძალიან ბევრი და მაგიტომ მაინტერესებს ხოლმე შევეკითხო სათი. ზოგადად ეს მერწყულის ეპოქაში ახლა ამბობენ რომ ბევრი ცრუ მასწავლებელიც გამოჩნდება და არის კიდევაც და ხო და ეს წინასწარი ინფორმაციების რაღაცა და როგორ თქვა ძალიან დაბალი განვითარების მსგავს რაღაცებს შევხვდებით და აქაც აი ვინსაით წავა. ზოგს ის მოსწონს, ზოგს ეს მოსწონს. ვის რა ეხმიანება? რა თქმა უნდა. ისედაც მე თავისუფალი ნება არსებობს და შესაბამისად არჩევანი ჩვენია. მაგრამ ადამიანებს ძირითადად სადაც ყველაზე ბნელი და შავია, იქ უყვართ ყოფნა. დავაკვირდი. რა ვიცი, გააჩნია. არა. ძალიან, იმიტომ რომ ყველას უნდა სწრაფი ინფორმაცია. აი მაგალითად ავიღოთ მაგიური თემატიკა, მაგიის თემატიკა, სადაც ყველაზე ესეთი ბნელი მხარე არის, ყველაზე ბევრი ადამიანი იქით გარბის. ჩემთვის იყო კიდე ძალიან საინტერესო, რომელ დღეს, როგორი ფერით უნდა გასულიყავი გარეთ და ყოფილიყავი, ვთქვათ, აქტიური. და მაგას აქვს მნიშვნელობა თუ სახლშიც ის ფერები უნდა ჩავიცვათ. არა, ნახე, ინგლისურად არის ძალიან ლამაზად დალაგებული, პლანეტების მიხედვით ქვიათ სახელები. ხო. Sunday. კვირა. მზის დღე. მზეს რა უყვარს, ანუ ყვითელი ფერი და ეს ფერებს ამის მიხედვით ვარჩევთ. მაგალითად, აი ზუსტად გათხოვებასთან დაკავშირებით კიდევ მოუბრუნდები, პარასკევი ვენერას დღე არის. ხო თქვი, ხო. ვარდისფერი ფერი ძალიან უყვარს, ასე რომ შეუძლიათ ჩაიცვან. ძალიან კარგი არის ვარდისფერი და წითელი ფერი სიყვარულის ენერგიას აქტიურებს. და ანუ ყველა დღეს აქ რა თავის ენერგია აქვს, მაგრამ არ არის აუცილებელი. ზოგჯერ ჩვენ ისეთი შეგრძნებები გვაქვს, ადამიანები სენსორიკები ვართ, ვგრძნობთ რა გვინდა რომ ჩავიცვათ და ჩვენ განწყობაზეც არის. კი, მე ძალიან განწყობის ადამიანი ვარ. შეიძლება დადგეს ის კვირა დღეს და საერთოდ არ მქონდეს მე ყვითელთან. კი, და პირიქით ხანდახან აი მინდა რომ შავი ჩავიცვა და ამ ხასიათზე ვარ და უნდა მეცვა შავი. ხანდახან პირიქით მინდა რომ რაღაც ფერი მეცვას, მეც ძალიან მიუყვები ამ განწყობას. ამიტომ ჯობია
მოусმინოთ საკუთარ სხეულს. ვიდრე ესე დავაძალოთ, რა თქმა უნდა. ხომ არის აი ქვებზე ვიცით მაგალითად, რომ რა ქვა მომიხდება და როგორი ქვა და რაღაცა და მე ეძებენ და არ მოსწონთ რაც უხდებათ, სადღაცას რო წერია უხდება. განწყობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მე როდესაც ამ ქვების თემატიკას ვსწავლობდი, მაშინ მითხრეთ შემომასწავლებელმა, რომ შეხედავ ქვას. თვითონ ქვა გეტყვის, შენის გჭირდება თუ არ გჭირდება. ასე რომ ვერავინ ვერ გადაწყვეტს. ეხლა რომ მითხრეს რომ რაღაც ქვა კონკრეტულად შენე თუ არ მომწონს, როგორ გავიკეთებ, ხო? ვერა. განწყობას აქვს ძალიან ხშირად ჩვენ ვიზიტავთ ამ ქვებს. აი როგორც კი შეხედავ შენია. ნივთებიც ესე არის სხვათა შორის და აი ფენშუიშიც გვაქვს რაღაცა ნივთები, როგორც კი დაინახავ შენია. რა რაღაცნაირად ამის მოყვარულებს გვაქვს ესეთი ისე რომ შენია და შენთან და იცხოვროს ამ ნივთმა. აი კიდე ერთი თემა მაინტერესებს ძალიან აი ეს ძველი ნივთების გადაყრა და სახლის გასუფთავება ამ ენერგეტიკით, თქვათ, აი რა დღეს არის, მე მახსოვს შაბათი იყო ამისთვის კარგი. შაბათი და დაღმავალი პერიოდი არის კიდე, როდესაც სავსე მთვარეობიდან იწყებს მთვარე უკვე კლებას. დაღმავალი როგორც კი დაიწყება, შეგვიძლია ესე მარტო სახლიდან არა, ჯერ გონებიდან ვიწყებთ. გონებიდან ყრით იმ ნაგავს თუ რაღაცა ინფორმაციები გვაქვს, რომ ვიშორებთ. ვაყოლებთ. ვაყოლებთ ამ თანამედროვედ პარკი გვიჭირავს და ვაგროვებთ ამ რაღაცებს. გაბზარული, გატეხილი, რაღაცა ისეთი ეს ნივთები არ თუ რამე არის, 3 წელი რასაც არ ვხმარობთ. ან ვაძლევთ ვინმეს, ჩუქნით, არ ვიცი ხო ყველაფერი გადაყარონ, ესეც გადაყრათ გვეთვლება ჩვენ და ან უნდა გადავყაროთ. როდესაც ვიცით რაღაცა ნივთი, ჩვენ შეიძლება დამჭირდეს და იმიტომ მაქვს ეს არის ნაგვის გროვება. მაგრამ არის ნივთები, რომელსაც ჩვენ ვერასოდეს ვეღარ გამოვიყენებთ, აღარასოდეს გამოდგება. ხალხს აქვს დაგროვებული მაგალითად 10 წლის წინ რო ტელეფონები იყო იმის სატენები, რაღაც აი მსგავსი რაღაცები, ეს რო რამეში დამჭირდეს, აი რო აღარ დაგჭირდება. ეს არის ენერგიის ჩაკეტვა და მარტო ტვინში კი არა. შენ სხეულთანაც გარშემო ყველგან კეტავს ეს ენერგიას და ტვინიდან უშვებ შემდეგ იმას ნაგავში მესუყრი ყველაფერს აუცილებლად გარდერობით უნდა განთავისუფლო რაღაცები უბრალოდ სულ ესე ვარ მთელი ცხოვრება ვერ ვიტან ზედმეტ ნივთებს და სულ ვყრი ძალიან კარგი არის და აი გაშვება სხვათა შორის ადამიანებმა მიჯაჭვული რო არისო ხო გადაყრა ვინც იცის ის არასოდეს არ არის მიჯაჭვული და მიჯაჭვულობა ემართება მას მთელი ცხოვრება აგროვებს რაღაცა და ესე არ შეიძლება გქონდეს რაღაცა კავშირშია მოკლედ ჩვენი ემოციური სამყარო და გარშემო ჩვენ ნივთები და სახლი როგორ გვაქვს მოწყობილი და ყველაფერი კი ეს არის ჩვენ სხეულთან ბალანსში ყოფნა და ჩვენს გარემოსთან სადაც ჩვენ ცხოვრობთ. აი ეს არის მთლიანად ფენშუი, იმიტომ რომ ენერგია არის ჩვენი საცხოვრებელი ფართი. ჩვენი საცხოვრებელი ენერგია ჩვენ რა ხასიათზეც ვართ, ყოველ დღე ჩვენი სახლიდან მოყვება. იმის გარდა რომ ინფორმაციასაც ვიღებთ რა, იმიტომ რომ ჩვენ ხო სარკეები ვართ, ჩვეულებრივი რაღაც შეიძლება მოусმინოთ ახალ ამბავს დილაზე და უკვე ხასიათი აღარ გქონდეს, იმიტომ რომ ისეთი ინფორმაცია გაიგო, იმიტომ რომ ეს სარკისებული ეფექტი გვაქვს. სახლთანაც ეს გვაქვს. რატო ვარჩევთ ფარდებს და რატო დავდივართ დიდხანს თუ ამის ეფექტი არ არსებობს, იმიტომ რომ ჩვენი განწყობა არის. და სახლს, რა ვიცი, აწყობ შენი გულით, ხო? შენი გულით და თან ენერგეტიკულადაც უკვე შენი ენერგია რო სადაც უკვე დაკავშირებული გაქვს ეს სახლი. ძალიან ხშირად მეკითხებიან სხვათა შორის ნაქირავები, ნაგირავები ჩემს სახელზე არ არის. არ აქვს მნიშვნელობა, სახლმა საერთოდ არც ის ვისია. ხო, იქ უნდა მოაწყო. იქ უნდა მოაწყო, ის ენერგია შენის, იქ უნდა იყოს. ფენშუის მიხედვით სასტუმრო რო კეთდება, იქ ხო სამუდამოდ არ ცხოვრობს ვიღაცა 10 დღით ჩადის. მაგრამ ისი მოთხოვნა არის, რომ მინდა ბალანსში ვიყო ჰარმონიასთან, სამყაროსთან და იმ ადგილთან, სადაც მე დავიძინებ. ამიტომ არის ის მოწყობილი ისე, რომ ის ადამიანი იქ მშვიდად ძინავს და თან კიდე ვიცის, რომ რაც იქ დატოვა, ის საქმეც გამოვა და რაზეც ჩამოვიდა, ესეც კარგად წავა. ძალიან დიდი მადლობა. და რა ვიცი, ძალიან სასიამოვნო იყო. თან შეგვიძლია უსასრულოდ ვისაუბროთ, მე მგონი იმხელა თემა არის, ფენშუის თემა. ძალიან დიდი თემა არის, ბევრ რამეზე შეიძლება. და მე ლინკს დავურთავ, შენ Facebook გვერდი გაქვს ხო, სადაც ხშირად არის ხოლმე ლაივებს აკეთებ და ინფორმაციას აზიარებ. ძალიან გამიხარდება და აუცილებლად. თუ იმეს აინტერესებს ეს სამყარო ძალიან მიყვარხარ და გამიხარდა რომ მოხვედი ჩემთან სტუმრად.
მადლობა ძალიან დიდი თაკო.